წევადე დუბაიში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მიყვავს, რაც დუბაიში ყოლია. მიზანი ის არის, რომ ჩვენ უკვე დუბაის ტურნირით ვიწყებთ შემდეგი სეზონისთვის მზადებას, ანუ 2016-ისთვის. გვაქვს 3 მოსამზადებელი ტურნირი, ეს არის დუბაი, ზიმბაბვე და ამსტერდამი, სანამ ევროპის გრან-პრის თამაში დავიწყებთ. გვინდა რომ ბიჭები მოითელონ, უკვე მიეჩვიონ, იმიტომ რომ ფაქტურად აქედან დავიწყეთ ჩვენ შემდეგი წლისთვის მზადება, უკვე ზამთარში ინტენსიურად ვივარჯიშებთ. მერე შემდეგი გამოცდა იქნება უკვე ზიმბაბვე და ამიტომ გვინდა რომ ეხლა მაქსიმალურად კარგი შედეგი დავდოთ. ანუ ზევით ავიდეთ, იმიტომ დუბაიში მაინც სახარბელო შედეგები არ გქონდა. ეხლა როგორი რაღაც მოხდა, რომ ორი მოთამაშე სამწუხაროდ ვერ მიყვავს, ვინც უნდა წაგვეყვანა, ერთ-ერთი არის სვანიძე სანდრო და მეორე არის ბახვა კობახიძე. ბახვას ტრავმა აქვს და სანდრო კიდე პატარა აღმოჩნდა სამწუხაროდ ამ ტურნირისთვის, ანუ არ მოგწეს უფლება მისი თამაში, ძალიან კარგი პერსპექტიული ბავშვი არის. მაგრამ ამავე დროს დავიმატეთ ის მოთამაშეები, რომელიც იგივე აფციაური გიორგი და რომელსაც გეგმავთ რომ ითამაშოს 7 კაცის ტურნირები პარალელურად ნაკრებისა და სიჭინავა რომელმაც წეს პირველად ითამაშა და კმაყოფილები ვართ მისი თამაშით. გვინდა და იმედი გვაქვს რომ ის მოუმატებს და მოუმატებს. დანარჩენი ბიჭები ვინც არიან ყველა გამოცდილები არიან. ფარნაგასვიანს აქვს დებიუტი და ჩვენ გვინდა რომ რამოდენიმე მესამე ხაზის მოთამაშე კიდე გავსიჯოთ. არ მასყავს კაი ბიჭები, თქვათ იგივე ლუი ლოსაბერიძე, რომელიც უკვე შარშან დებიუტი ქონა და კმაყოფილები ვართ მისი თამაშით და წეს ველოდებით რომ უკეთეს მოუმატებს. ასე რომ გასასინჯი ბევრი ბიჭები ყავს, მაგრამ თავარი ის არის რომ 7 კაცის და ეროვნული ნაკრების მიზნები ერთი იქნება, ანუ 7 კაცა იქნება ამავე დროს რაღაც ეტაპი ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად და ამავე დროს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიც ამ ახალგაზრდა ბიჭების ხარდახარ ითამაშებენ, რაც ამ ახალგაზრდებისთვის დიდი გამოცდილება. ყოველთვის აქვს დუბაის ტურნირი გვაქვს შემდეგი სეზონის მოსამზადებელი, იქ ახალგაზრდები ვინც ახლა ამ სეზონზე, წინა სეზონზე გამოჩნდნენ, იმ ახალგაზრდებს ვცდილობთ რომ წავიყვანოთ. აი ხა ესეთი გუნდი ჯერჯერობით დუბაიში არ წავსულვართ, იმიტომ რომ მართლა კაი გუნდი არის და ის რამოდენიმე ბიჭი ვინც დავიმატეთ, იმ ბიჭებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. რომ ჩვენც უნდა შევხედოთ ამ ბიჭებს, შეიძლება თუ არა მომავალი სეზონისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იქნება, ამ ბიჭებზე გავაკეთოთ აქცენტი რა. და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეხლა კიდე გვინდოდა რამოდენიმე ბიჭის გამოჩნდა, სამწუხაროდ იქ წლოვანების გამო ქონა პრობლემა, იქ რაღაც რამოდენიმე ტრამვები იყო, იმის გამო ვერ შევძელით, მაგრამ ეს არის პირველი დასაწყისი ეტაპი ჯგუფის გაკეთების, რომელიც ითამაშებს შემდეგ სეზონს. ამ ტურნირს ყოველთვის ვიყენებთ მაგისთვის. Idi, თამაშია. ხაზა! აი გვეყოფა. ამ წუთას ჩვენი მიზანი ის არის, რომ ახალ მოთამაშეებს მივცეთ რაღაც გარკვეული გამოცდილება, ვანახოთ როგორი არის ეს 7 ქალა რაგბი, რას წარმოადგენს და გავსიჯოთ ეს ახალი მოთამაშეები, თუ რა შეუძლიათ. ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი იქნება ჩვენთვის, რომ მე გავითვალისწინოთ, თუ რაზე გვაქვს სამუშაო, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორ ვიმოქმედოთ შემდეგი 6 თვის განმავლობაში, სანამ ევროპის ჩემპიონატი მოგვიწევს მომავალი წლის გაზაფხულზე. მატება საგრძნობი არის, იმიტომ რომ წელს მხოლოდ აი რამოდენიმე თვეში დაახლოებით 5-6 ახალი მოთამაშეები მოგვივიდა, რომლებიც დარჩნენ, იყვნენ კიდევ ასევე სხვები, რომლებიც უბრალოდ გასინჯეს ასე ვთქვათ ბურთი და მე აღარ გამოუხატავთ დიდი ინტერესი რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ
ეს 5 თუ 6 ახალი მოთამაშე უკვე ალბათ სერიოზულად ვფიქრობს, რომ რაგბის თამაში ხელი მიიღოს მუდმივად და ჩვენთან არიან. ალბათ გარკვეულწილად მსოფლიო თასმა ითამაშა გარკვეული გავლენა მოთამაშეების მოზიდვაზე, რადგან ბუმი არის უკვე ჩვენთან სარაგბო, ჩვენი თამაშია რაგბი და იზიდავს ახალ-ახალ სპორტსმენებს და ახალ-ახალ სახეებს. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო და თანამედროვე დროს შიდა წყაროებით ხდება, ასე ვთქვათ, ნაცნობ გოგონას მოყავთ თავისი ნაცნობი სხვა სპორტიდან თავისი ნაცნობი გოგონები და გარკვეულწილად ესაც გშველის, რომ ახალი მოთამაშეები მოვიზიდოთ ნაკრებში. რაგბის თამაში არც ისეთი ძალიან რთულია, როგორც ზოგს მიაჩნია, მით უმეტეს ქალებისთვის, მით უმეტეს 7 ქალა რაგბი ძალიან რთული არ არის. აქვს გარკვეული სირთულეები, მაგრამ საკმაოდ ასათვისებელია, მით უმეტეს თუ მოთამაშეს აქვს რაღაც გარკვეული სპორტული წარსული და საკმაოდ პოპულარული ხდება მსოფლიოს გარშემო, იმიტომ რომ ისეთ ქვეყნებშიც კი გაჩნდა ქალთა რაგბი, რომელშიც ალბათ წარმოუდგენელი იყო ცოტა ხნის წინ რომ ყოფილიყო ქალთა რაგბი და არც ისეთი რთული არ არის, თუ კი გასინჯავენ და მოეწონებათ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ახალ მოთამაშეებსაც, ველით, ვისაც სურვილი აქვს, მოუნდენ და შემოგვერთდნენ.